დღეს არის შვენიერი ამინდი და გამოვიდი სავარჯიშოდ, უნდა შევასრულო 8x400 მეტრი, რომელიც არის ძალიან კარგი ვარჯიში სისხლის გამოსვლისთვის და რა თქმა უნდა კიდევ ისათვის, რომ ჩვენ გავუშვოთ დროს 200 მეტრიან დისტანციას. დავიწყოთ ვარჯიში. გავირბინე 800 მეტრი, ანუ შევასრულე ორჯერ 400 მეტრიანი აჩქარება. და ესე იგი დრო იყო პირველი 1-დან 0-4, მეორე იყო 1-დან 0-5, 1-0-5-60, 1-0-5-78. მაქსიმუმი ჩემი არის 90 კილოს პირობებში 58 წამი და ამის დამხევით ვფიქრობ 8x400 თუ ვირბენ 1-0-5 არის კარგი შედეგი. თუმცა რა თქმა უნდა ამ რვა აჩქარებიდან ერთი არის გამორჩეულად შედარებით, როცა პირველ საკითხებს შედარებით დასწრუნო ხარ, შემიძლია 1-დან 0-5-ში ვირბენ, ხოლო დანარჩენს დავგვარ და შევესწრებ ვირბენ 1-დან 0-5-ში. უკვე იმათა ცოტა დაღლამ 1-დან 0-5-ები შევასრულე ეს ორი აჩქარება. მესამე და მეოთხე შესაბამისად, თუმცა საგრძნობლად მოიმატა ახლა დაღლილობამ, რჩება კიდევ 4 აჩქარება 400 მეტრზე გასაკეთებელი. გავაკეთე მეხუთე და მეექვსე აჩქარება 400 მეტრიან დისტანციაზე. დაღლილობამ უფრო და უფრო იმატა, თუმცა დრო იყო 1-დან 0-5, 1-0-5 78 იყო ორივე. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პულსის მიხედვით ვიმოქმედო. და რომ ვისვენებ 3 წუთის განმავლობაში თუ ორგანიზმს სჭირდება დავისვენოს ყველაზე 5 წუთი. თუმცა კარგი იქნება თუ 3 წუთს დავისვენო. მაგრამ თუ არ დასტაბილურდა პულსი და თუ არ დაიწია პულსმა 90 არტყმამდე, ან 90 არტყმამდე, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია ცოტა კიდევ ვაცალო და 5 წუთამდე დავისვენოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ 3 წუთში მოხდება გულის სემის პულსაციის აღდგენა და შევასრულებ მე-7 და მე-8 გარბენს 400 მეტრიან დისტანციას. ეს დავასრულე. ვაჯერ 400 მეტრიანი აჩქარება. ეხლა რეკომენდებული არის ავიზარებოთ 10 წუთის განმავლობაში და გავაკეთოთ მოკლე მანძილის სპრინტი.